ცოტა ხნის წინ დასრულდა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ხდომაზე მამუკა ყურაშვილის გამოკითხვა და უნდა ითქვას, რომ ამ რამდენიმე საათის განმავლობაში რამდენჯერმე იყო დაძაბული მომენტი და იყო დაპირისპირება თეა წულუკიანმა ტონი დაუწუნა მამუკა ყურაშვილს, უთხრა, რომ მასზე ნაკლები იმ დარბაზში არავინ იყო და შესაბამისად იმ ტონით თუ იმ განწყობით, რა განწყობითაც ის კითხვებზე პასუხს სცემდა, უმჯობესი იქნებოდა, რომ ეს ასე არ მომხდარიყო. სხვათა შორის ორი დღეა, რაც გენერლების გამოკითხვა მიმდინარეობს ამ სხდომაზე და ბუნებრივია კითხვა-პასუხი შეეხება 18 წლის წინანდელ ამბავს, ომს და არის მომენტები, რომელზე საუბარსაც დასდევს ემოციური ელფერი. გუშინ ზაზა გოგავას შემთხვევაშიც იყო ასე, რომ ის ემოციურად პასუხობდა ზოგიერთ კითხვას, ასე მოხდა დღესაც, თუმცა თეა წულუკიანმა თქვა, რომ ამას უკვე აღარ მოითმენს და გააფრთხილა მამუკა ყურაშვილი, რომ ტონს დაუწიოს და ისე ისაუბროს აგვისტოს ომზე. და ქართული ოცნებისთვის მიუღებელია ემოცია, რომელიც შეიძლება გაუჩნდეს გენერალს, როცა მას პასუხებს თხოვენ აგვისტოს ომში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კითხვები შეეხებოდა კონფლიქტის რეგიონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას. აბსოლუტურად ყველაფერს დეტალურად გადაცემ გაერთიანებულ შტაბს. როდის გადაეცით პირველად, რომ ბატონო გენერალო, მოქალაქეები გვეყოლება მგონი გადასარჩენი, არ არის აქ ცუდად, არ არის აქ კარგად საქმე. რომელი დღე იყო ეს, რომ გადაეცით? რასვია გადასარჩენი, ხავდოთ ბოლო წამოვდეთ ცდილობდით, რომ აგვეცილებინა კონფლიქტი. არა, ნახეთ, რას გეკითხებით? რა გინდათ ბოლო რას გეკითხებით? რა მინდა ბოლო ვერ გავიგე. ესე ბოლო რა გინდა? ევაკუაციას იწყებს ვინც? მის მინერ წუთი ცოტა იმასკენი და ევაკუაციას ვინც? არავინ არ ზის აქ არტნაკლები. გასაგებია, თუ იწყებ რაღაც ოპერაციას ბატონო ალეკო, მაშინ შენ აფრთხილებ. შენ გამოყავს. ეს გეკითხებათ. თქვენ ამაზე ხართ პასუხისმგებელი, სწორედ იმიტომ გაქვთ ეს სამშვიდობო მიცია, რომ იქ მოსახლეობა დაიცვათ. მე არ მგონია, რომ თქვენ იმ ტონით უნდა საუბრობდეთ, რა თონითაც საუბრობთ. და მოდით ყველა მოიქცეთ იმ სამხრეების შესაბამისად, რითაც მობრძანდით. გისმენთ, არ მოვიქეცი ესეთი. ეხლა გუშინ განსაკუთრებით ვერავინ ვერ იტყვის, რომ ან რაიმე ტიპის შეურაცხყოფა მიაყენეს ვინმეს. ნუ მაწყვეტინებთ. რაიმე ტიპის შეურაცხყოფა მივაყენეთ აქ ვინმეს. რომ აქ არ არის და მადლობა ამისთვის საქართველოს პარლამენტს და მის ადმინისტრაციას ნორმალური პირობები შექმნილი, რომ ჩვენ ვიმუშაოთ და ვისაუბროთ კომფორტულ პირობებში. ამას ვერავინ ვერ იტყვის. გუშინ აი სალაპარაკო ენაზე ვიტყვი. მე ძალიან ბევრი რაღაც როგორც კომისიის თავმჯდომარემ გავატარე. ტონი გავატარე. ტოების ძახილი გავატარე. ამიტომ მოდით ეხლა დავჭკვიანდეთ ყველა ერთად და კიდევ ერთხელ არ დავინახო, რომ თქვენ ტონს აუწიოთ. რა გინდათ ვერ გავიგე. რა მინდა და ეხლა დაგისვამთ კითხვას და უპასუხეთ და გისვამენ აქ კითხვებს. და აქ არც ერთი ის არ გეგონოთ ისა რბილად ვიტყვი და ბოდიშს ვუხდი აქ წევრებს. თქვენზე ნაკლები მამაკაცი ვინმე რა. წერტილი. დაგიბარეთ და ისაუბრე ხარვეზებზე. გაგაინტერესოთ და ტონს დაუწიე და ეხლა მე აუწევ ტონს. გისმენთ. და დაუბრუნდეთ თქვენობით ლაპარაკს და მშვიდ საუბარს. გისმენთ. მომინდომეს აქ ბიჭურად საუბარი. ერთმამ და მეორემ კიდე. ბუნებრივია ამ კომისიასთან დაკავშირებით დღეს ბევრი კითხვა დაისვა ქართული ოცნების დეპუტატებთან, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაინტერესებს რეალურად კომისია საკუთარი მუშაობით ამ თემების საჯაროდ განხილვით აძლევს თუ არა რუსეთს დამატებით არგუმენტს საკუთარი ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს და შესაბამისად ამ კითხვებზე პასუხებს მოისმენთ პირდაპირ ეთერში, თუმცა დღეს ასევე საინტერესო თემაა და ერთ-ერთი მთავარი, რაც გამოიკვეთა, ქართული ოცნება ფაქტობრივად ადასტურებს
ამბობს, რომ კომისიის უფლებამოსილების გაფართოება მოხდება სწორედ იმის გამო, რომ არსებული კომისია ვერ წვდება გიორგი გახარიას მისი პარტიის საქმიანობას და ახლა 2012 წლიდან 25 წლამდე პერიოდში გამოძიების პროცესში საინტერესო და კვლევის სუბიექტი იქნება სწორედ გიორგი გახარია, რადგან დღეს როცა ამ უფლებამოსილების გაფართოებაზე საუბრობენ ოცნების წევრები, ისე რომ ზოგიერთი ჩვენი კითხვის გარეშე, ჩვენი დამაზუსტებელი კითხვის გარეშე, თავადვე საუბრობენ გიორგი გახარიაზე, როგორც ნაციონალური მოძრაობის მოკავშირეზე, რომელმაც უღალატა პარტიას, უღალატა ქვეყანას და ასე შემდეგ ხელისუფლება საკუთარ ნარატივს აგრძელებს. თუმცა რა მიმართულებით შეიძლება გახარიასთან დაკავშირებით კითხვები დასვას ქართულმა ოცნებამ, ეს ჯერ დაზუსტებული და მკაფიო არ არის. ბატონი გახარიას, ასე ვთქვათ, განცხადებები ვიხილეთ, მისი პარტიის განცხადებები, რომ ჩვენ არ წარმოვადგენთ ნაციონალურ მოძრაობას, რა ვიცი, ერთმაგიდასთან სხედან, ერთად აყალიბებენ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ბატონ გახარიას შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ 4 მუნიციპალიტეტში აქვს კოალიცია შექმნილი ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, ეხლა მეტი პარტნიორობა რა უნდა იყოს. კიდე ბატონი გახარია, რომელიც გადადგა, შეგახსენებთ იმის გამო, რომ არ დაეჭირა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომელიც ასევე მათი დღის წესრიგით მოქმედებს, რომელიც ასევე ხელს გვიშლის სახელმწიფოს ჰარმონიულ ცხოვრებაში, მოდი ესე ვთქვათ, რომელიც ასევე ატყუებს თავის ამომრჩეველს, რომ გაყალდა არჩევნები, რომელიც ასევე აგზავნის დანარჩენ სამპარტიასთან ერთად დანოს ბრიუსელში. ღრმად ვარ დარწმუნებულები, რომ ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი იქნება იმისთვის, რომ მათაც მოუწიოთ, რომ გამოცხადեն არაკონსტიტუციურად. რუსეთს ეძლევა თუ არა არგუმენტი, რომ მაშინ სახელმწიფო რუსეთს ვეღარაფერი, ახლა პასუხი ვერანაირად რუსეთი ვერანაირად ვერ გამოიყენებს სამართლებრივად და ვერანაირად ამ სიტუაციას, იმიტომ რომ გითხარით, რომ მაქსიმალურად პოლიტიკურად რუსეთი რას გამოიყენებს და რას როგორ უნდა გამოიყენოს ოკუპანტია. რა უნდა გამოიყენოს პოლიტიკურად არის ოკუპანტი. სამართლებრივად გეუბნები, რომ ყველაფერი დასრულებული გვაქვს უმაღლეს დონეზე და იოტისოდენა შანსიც არ არის, რომ ვინმე ჩვენი გმირი ბიჭების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. მაშინ, როდესაც ამ მოღალატეებმა და უსამშობლოებმა რეზოლუციას შეუერთდნენ, სადაც პირდაპირ ადანაშაულებდნენ ჩვენ ჯარისკაცებს და ჩვენს ჯარს. გიორგი გახარიას შესახებ მუხარებს თავად ბიძინა ივანიშვილიც ავრცელებდა და ეს ალბათ ამ პარტიისთვის და ყოფილი პრემიერისთვის მოსალოდნელი იყო, რომ შესაძლოა პროცესები ქვეყანაში იმგვარად განვითარდეს, რომ მის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესი დაიწყოს ქართულმა ოცნებამ, რადგან ბიძინა ივანიშვილს არათუ მუხარა უთქვამს ან ირიბად დამუქრებია ის გიორგი გახარიას, არამედ არც დაუმალავს მისი გაბრაზება იმის გამო, რომ გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა და ეს შესაძლოა ერთ-ერთი საკვლევი საგანი იყოს, რის გამოც საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილება ფართოვდება და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და мотиваცია, რის გამოც ეს გადაწყვეტილება დღეს მიიღო ქართულმა ოცნებამ, როგორც თავად გვეუბნებიან, ეს უმრავლესობის გადაწყვეტილებაა, რომელიც გუშინ მამუკა მდინარაძემ გაახმოვანა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს თემა იმდენად ახალია, რომ ჯერ ქართული ოცნების დეპუტატების პასუხები არა კონკრეტული და არა მკაფიოა, თუ არ ჩავთვლით გახარიაზე გაკეთებულ აქცენტებს, რადგან ჩვენ მაგალითად ვერ ვიღებთ პასუხებს, რომელი მაგალითი ან მოვლენა ახსენდებათ ქართულ ოცნებაში, რომელიც საგამოძიებო სტრუქტურებმა ვერ გამოიძიეს და ახლა საგამოძიებო კომისიამ უნდა გადაიბაროს ეს როლი, რადგან საქმე ეხება მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როცა მათი მტკიცებით ოპოზიცია ჩადიოდა დანაშაულს და შესაბამისად ეს ახლა საგამოძიებო კომისიის საკვლევი თემა იქნება. სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ან ჩვენ ველოდებით ქართულმა ოცნებამ უფრო მეტი სიზუსტე შეიტანოს ამ თემაში.